წარმოიდგინეთ, არაუბრალოდ სიბნელე, არამედ ადგილი, სადაც არ არსებობს არც აქ, არც იქ და არც ეხლა. არ არსებობს დრო, რომელიც წამებს დაითვლიდა. და აი ამ წარმოუდგენელ არაფერში 14 მილიარდი წლის წინ მთელი სამყარო თავისი მილიარდობით galaktikით, ვარსკვლავითა და თქვენი მოგონებებით მოთავსებული იყო ერთ პატარა წერტილში. მეცნიერები ამას სინგულარობას უწოდებენ. ადგილი, სადაც სიმკვრივე უსასრულოა, ხოლო ფიზიკის კანონები უბრალოდ არ არსებობს. უცებ დრო დაიბადა. წამზე მილიარდჯერ უფრო მცირე დროში ეს წერტილი გაფართოვდა. ეს არ ყოფილა აფეთქება, რომელიც რაღაც სივრცეში მოხდა. ეს იყო თავად სივრცის გაჩენა. წარმოიდგინეთ ჰაერის ბუშტი, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით იბერება. პირველ წამებში სამყარო იმდენად ცხელი იყო, რომ სინათლესაც კი არ შეეძლო გადაადგილება. ის გავდა სქელ კაშკაშა კოსმიურ წმიანს, სადაც ნაწილაკები ერთმანეთს გიჟური სისწრაფით ეჯახებოდნენ. ეს იყო მომენტი, როდესაც არაფერმა გადაწყვიტა გამხდარიყო ყველაფერი. სწორედ აქედან იწყება ჩვენი ისტორია. ისტორია, რომელიც იმდენად დიდია, რომ ჩვენი გონება ხშირად უარს ამბობს მის დაჯერებაზე. მაგრამ ფაქტები ჯიუტია. აფეთქებიდან 380,000 წელი გავიდა. სამყარო გაფართოვდა და საკმარისად გაცივდა იმისთვის, რომ სინათლეს გამოეღწია. კოსმოსი პირველად გახდა გამჭვირვალე, მაგრამ აქ ერთი პრობლემა იყო. ჯერ არ არსებობდა არც ერთი ვარსკვლავი. სამყაროში სუფევდა სრული სიბნელე, რომელსაც კოსმიურ ბნელ ხანას უწოდებთ. თუმცა სიბნელეში ერთი უხილავი ძალა მუშაობდა – გრავიტაცია. ის იყო პირველი მოქანდაკე. გრავიტაციამ დაიწყო წყალბადის გაზის ნაწილაკების შეგროვება. წარმოიდგინეთ ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში. გაზი იკუმშებოდა, ხდებოდა უფრო ცხელი, სანამ ერთ დღესაც პირველი ვარსკვლავი არ აინთო. პირველი ვარსკვლავები იყვნენ ნამდვილი გიგანტები, ისინი 1000-ჯერ უფრო კაშკაშა იყვნენ ვიდრე ჩვენი მზე. მათ დახიეს სიბნელე და სამყაროს პირველი სილამაზე აჩვენეს. სწორედ ამ ვარსკვლავების გულში დაიწყო ყველაზე რთული პროცესი – ახალი ელემენტების შექმნა. წყალბადი გადაიქცა ჰელიუმად, ჰელიუმი კი ყველაფერ დანარჩენად. თავიდან სამყაროში არ არსებობდა არც რკინა, არც ჟანგბადი და არც ოქრო. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარსკვლავების სიკვდილის შედეგად გაჩნდა. როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ასრულებს თავის სიცოცხლეს, ის ფეთქდება წარმოუდგენელი ძალით. ამას სუპერნოვა ჰქვია. ამ აფეთქების დროს კოსმოსში მიმოიფანტება ელემენტები, რომლებიც შემდეგ ახალი პლანეტებისა და სიცოცხლის საფუძველი ხდება. იცოდით, რომ რკინა, რომელიც თქვენს სისხლშია, და კალციუმი, რომელიც თქვენს ცულებშია, მილიარდობით წლის წინ რომელიღაცა შორეული ვარსკვლავის გულში იჭედებოდა. ჩვენ მართლაც ვარსკვლავური მტვერი ვართ. ჩვენი სხეული, ეს არის გადამუშავებული კოსმოსური მატერია. ყოველ წამს, როცა სუნთქავთ, თქვენ იყენებთ ატომებს, რომლებმაც მილიარდობით კილომეტრი გამოიარეს, რათა თქვენი ნაწილი გამხდარიყვნენ. დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ ჩვენს galaktikაში, ირმის ნახტომში, მზე დაიბადა. მის გარშემო მტვრისა და ქვებისგან პლანეტები ჩამოყალიბდა. დედამიწას კი წარმოუდგენლად გაუმართლა. ის აღმოჩნდა ოქროსთმიანი გოგონას ზონაში, იდეალურ მანძილზე მზისგან. მაგრამ კოსმოსი მხოლოდ ჩვენი სახლი არ არის. ის სავსეა საოცრებებითა და საფრთხეებით. შეხედეთ იუპიტერს. ეს გიგანტური პლანეტა ჩვენი პირადი მცველია. მისი მძლავრი გრავიტაცია მტვერს ასრუტივით მტიზიდავს ასტეროიდებს, რომლებიც შესაძლოა დედამიწას დასჯახებოდნენ. ჩვენ ცხოვრობთ საოცრად დაბალანსებულ სისტემაში, სადაც ყოველ პლანეტას თავისი როლი აქვს. მილიარდობით წლის განმავლობაში სიცოცხლე დედამიწაზე მხოლოდ ვითარდებოდა, სანამ ერთ დღესაც ჩვენმა წინაპრებმა არ გადაწყვიტეს, რომ დრო იყო სახლის გარეთაც გაეხედათ. კაცობრიობის ისტორიაში 1961 წლის 12 აპრილი სამუდამოდ დარჩება. იური გაგარინი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დატოვა ჩვენი პლანეტის ატმოსფერო. წარმოიდგინეთ მისი განცდა, პატარა კაფსულაში მყოფი ხედავ დედამიწას, რომელიც ასე ლამაზი და ამავდროულად ასე დაუცველია შავ სიცარიელეში. მაგრამ ჩვენ აქ არ გავჩერებულ ვართ. სულ რაღაც 8 წლის შემდეგ 1969 წელს აპოლო 11-ის მისია მთვარეზე დაეშვა. როდესაც ნილ არმსტრონგმა მთვარის მტვერში პირველი ნაბიჯი გადადგა, მან თქვა სიტყვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა. ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის. ეს არ იყო უბრალოდ მოგზაურობა სხვა ციუციურ სხეულზე. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან შექმნილ არსებებს შეგვიძლია დავბრუნდეთ იქ, საიდანაც მოვედით. მთვარეზე დარჩენილი ის ნაკვალევი დღესაც იქაა, იქ არ არის ქარი და წვიმა, რომ ის წაშალოს. ის დარჩება როგორც სიმბოლო ჩვენი ცნობის მოყვარეობისა. სანამ ჩვენ დედამიწაზე ყოველდღიური საქმეებით ვართ დაკავებულები, ორი რობოტი, Voyager 1 და 2,
უკვე 45 წელზე მეტია კოსმოსში მიქრის. მათ თან მიაქვთ ოქროს ფირფიტა, გზავნილი კაცობრიობისგან. მასზე ჩაწერილია დედამიწის ხმები, მუსიკა და მისალმება 55 ენაზე, მათ შორის ქართული ჩაკრულოც. 1990 წელს ვოიაჟერმა 6 მილიარდი კილომეტრის სიშორიდან უკან გამოიხედა და დედამიწას ფოტო გადაუღო. ამ ფოტოზე ჩვენი პლანეტა მხოლოდ ერთი პატარა მკთალი ლურჯი წერტილია. ეს ფოტო გვახსენებს, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ ყველანი ერთ პატარა გემზე ვართ, რომელიც უსასრულო კოსმიურ ოკეანეში დაცურავს. ჩვენი მოვალეობაა გაუფრთხილდეთ ამ ერთადერთ სახს, რომელიც გვაქვს. დღეს ჩვენ კოსმოსის ახალ ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. ჯეიმს ვების ტელესკოპი ჩვენი ყველაზე ძლიერი თვალია. ის ხედავს გალაქტიკებს, რომლებიც სამყაროს დასაბამში გაჩნდნენ. ჩვენ ვსწავლობთ შავ ხვრელებს, ადგილებს, სადაც დროც კი ჩერდება. ჩვენი რობოტები მარსზე ეძებენ პასუხს კითხვაზე, იყო თუ არა იკოდესმე სიცოცხლე. ჩვენი თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება. შესაძლოა თქვენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, იყოთ ის თაობა, რომელიც პირველ ნაბიჯს გადადგამს მარსზე, ან აღმოაჩენს სიცოცხლეს შორეულ პლანეტაზე. კოსმოსი გვეძახის. ის გვახსენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ისეთივე უსასრულოა, როგორც თავად სამყარო. და როცა შემდეგში ღამის წას ახედავთ, რა ხსოვდეთ? თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი. თქვენ ხართ სამყაროს ნაწილი, რომელიც ცდილობს შეიცნოს საკუთარი თავი. თქვენი აზრით, რომელია კოსმოსის ყველაზე დიდი საიდუმლო? დაწერეთ კომენტარებში და ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნისკენ.